გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშა და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო, რომელიც პრინციპში პირველად გაამართლებს საკუთარ სახელწოდებას იმდენად, რამდენადაც მართლა არაფერი სასაცილო. არის რამე სასაცილო. არ ვფიქრობ. წინა კვირას გადაცემა გაგვიცდა, რადგან მომიწია ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა. Georgia's own constitution, Article 78, says European integration is the will of the people. But those defending that article today are not sitting in parliament. They are sitting in jail. And if love for country, love of freedom and belief in European values is now a crime, then yes, they are guilty. We are all guilty and proudly so. მოკლედ ლაშა ბუღაძის, სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის დის, ქეთუნა ქერაშვილის და ჩემი სრული გამოსვლის ვიდეოები არსებობს და დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ. ასევე ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პრესკონფერენციად, სადაც მათ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ილაპარაკეს. შევხვდით ევროპარლამენტარებს და ერთ-ერთმა მათგანმა ნაჩო სანჩესმა მითხრა, რომ იცოდე, შეიძლება ქართული ოცნების წევრები თქვენთან ამას არ ავლენენ, მაგრამ სანქციების ძალიან ეშინიათო. დამისახლა რამდენიმე ტიპი, რომლებიც თურმე დღეში სამჯერ, პირდაპირ მნიშვნელობით დღეში სამჯერ წერენ, არ დაგვასანქციროთ, ჩვენ არაფერი დაგვიშავებიაო. გითხრათ, ვინ არიან ქართული ოცნების ეს წევრები? დიდი სიამოვნებით გეტყოდით ამის უფლება რომ გქონდეს. ზოგადად შეგიძლიათ თქვა, მაგრამ სახელები არ ახსენო, ასე მთხოვა. არა და როგორი ჭაჭებიან კოცები, რომ თითქოს არ ეშინიათ დასანქცირების? არ არის პრობლემა. არ არის პრობლემა. ჩემი ქვეყნის და ჩემი ოჯახის სიყვარულის გულისთვის თუ ვინმე მასანქცირებს, დამასანქციროს. ამის სახელი არ უხსენებიათ, მაგრამ ეს ისეთ ნერვებზეა, ექნება ამასაც ნაჩო სანჩესისთვის რამდენჯერმე მიწერილი. ბატონო ნაჩო, გრეტა წიწავა გაწვა. მოკლედ ჩემი გამოსვლის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, მედიისა და სიტყვის თავისუფლება იყო. თუმცა ჩემს წასვლასა და დაბრუნებას შორის სწორედ ეს საკითხი გაუარესდა საქართველოში. ქართული ოცნება მოქალაქეებს უჩივის Facebook პოსტების გამო. აქვე ბილდ სიტყვაობა საბოლოოდ აიგრძალა. არა და თეა წულუკიანის 5 წლის წინანდელი აი ეს ეთერი გახსოვთ? შემიძლია წაგიკითხოთ ციტატა. სიტყვა თუ შეიზღუდა, ყველას მოგუწევს წავიდეთ ციხეში. ამიტომ აი ამის თქმა მინდოდა ზუსტად. გამოხატვის თავისუფლებით უნდა დარჩეს დაცული. მოკლედ გადის წლები და ქოცი ეგრეთ წოდებული დეპუტატი არჩილ გორდულაძე ასეხსნის ბილდ სიტყვაობის აკრძალვის მიზეზს. დედის კულტი გვაქვს და ყველაფერი დედასთან ასოცირებული არის ჩვენთვის წმინდათა წმინდა. ერთი ადამიანი მეორე ადამიანს დედას რომ შეაგინებს, ეს არის თუ არა შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა, დედის გინება ნებისმიერი ფორმით ყველასთვის არის შეურაცხყოფელი და ადამიანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, როდესაც სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებს, მას უნდა კანონით გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ზონა. კონტექსტის გარეშე ამ კაცისგან რომ მოისმინოს სიტყვები დედის კულტი. დედის კულტი. ხო გეგონება რომ ისეთი უღამსი გინება გამოიგონა გიორგი გამსახურდიასაც რო შეშურდებოდა. შენი დედის წყვნაში თავი. მოკლედ დღეიდან საქართველოში გინება მხოლოდ ქართული ოცნების წევრებისთვის შეიძლება. და კიდევ ჩემთვის, რადგან მოგეხსენებათ მე გინების ულტრა თანამედროვე ტექნოლოგია მაქვს შემუშავებული. გავუშვით რამე ვიდეო. აი, შეგვიძლია ის გავუშვათ. ირაკლი კობახიძეს რომ ეკითხებიან რუსეთი მტერია თუ არა. გავუშვით ეგ ვიდეო. არ არის ეგ მარტივი კითხვა. მე ვამბობ რომ ერთი სიტყვით რაღაცებს პასუხის გაცემა არასწორია, მით უმეტეს, როდესაც ასეთი, ასე ვთქვათ, რიტორიკის უკან დგას კონკრეტული ინტერესია. მოუტყან დედის ტრაკი. წადით და უჩივლეთ. ზოგადად ქართული ოცნების სვლა ავტორიტარიზმისკენ იმდენადაა აჩქარებული, რომ დღე არ გადის მავნე ნიუსის გარეშე. აი მაგალითად, ბოლო რამდენიმე კვირის ამბები. მეოთხედ დაიჭირეს ნიკა გვარამია. გაუქმდა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო. მათე დევიძეს 5 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ქართული ოცნების პარტიული დროშის დაწვისთვის ადამიანს 10 დღე მიუსაჯეს. მაშინ როცა ეს ადმინისტრაციული დანაშაულიც კი არა. მაგრამ ნუ ვიქნებით დაუნახავები. ბოტსვანაში პირველი ქართული რესტორანი ცერემონიულად გახსნა საქართველოს ელჩმა სამხრეთ აფრიკაში როლანდ ბერიძემ.
ელჩზე გამახსენდა საქართველოს ელჩად ამერიკაში დაინიშნა რუსი FSB-შნიკი ადვოკატის დავით კუხალაშვილის ცოლი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი. მე 5 წლის წინ ტალიაშვილს პარლამენტში შევხვდი და ვკითხე, რამდენად მოსწონდა ის ფაქტი, რომ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში ცალკე თავი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილი. ნახეთ ეს ვიდეო. მოგწონთ თუ არა, რომ ამ ფორმით არის ის სახელმძღვანელოში? ის არ არის ჩვეულებრივი მეცენატი, ეს შეიძლება ითქვას როგორც საერთაშორისო მასშტაბით, რადგან უნიკალური ასევე ფერწერული ტილოები, რომელიც დააბრუნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში, ასევე რაგბის თუ სხვა სპორტის მიმართულებით შევიცვალოთ და მე გავაგრძელოთ თუ გქონდათ რომ ეხლა შეგვიძლია გავაგრძელოთ. პრინციპში ყველაფერი ის ხდება, რასაც ბოლო წლებია წინასწარმეტყველებდით. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მკითხავთანაც არ მივლია. სხვათა შორის, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით. სანამ ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს გიორგი ბაჩიაშვილს მოიტაცებდნენ და დააპატიმრებდნენ, ბრიტანულ Guardian-ს მისცა ინტერვიუ, სადაც ახსენა, რომ ივანიშვილი შეპყრობილია საკუთარი მოკვდავობით და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით მიმართავს უამრავ ექსპერიმენტულ გიჟურ პროცედურას, როგორიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ვუდუ რაღაცები. ბაჩიაშვილი კონკრეტულ პიროვნებასაც ასახელებს. იულია კრუშანოვა, რომელსაც ის ვუდუ ოსტატად მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ ის ივანიშვილთან ერთად ცხოვრობს. კონკრეტულად რა ანტი-ეიჯინგ მეთოდებს მიმართავს ბიძინა, არ ვიცი. შეიძლება ახლა დაწველილი ფლამინგოების რძეში ბანაობს, ან პიკასოს ნახატებს წვავს და იმისი ფერფლით იმასაჟებს ყრიმალებს. აკლემის ძვალი, ჯოჯოხეთის ქვა და ეშმაკის კიტრან ერთმანეთში აურიე და მი. ნებისმიერ შემთხვევაში ცხადზე ცხადია, რომ ავტორიტარებს სიკვდილივით ეშინიათ სიბერის. უკვე წლებია, რაც პლასტიკური ქირურგები საჯარო ვიზუალის ანალიზით ამტკიცებენ, რომ პუტინი რეგულარულად ისწორებს ნაოჭებს ბოტოქსით. კიდევ ერთი ცნობილი კორუმპირებული პუტინის მეგობარი პოპულისტი, რომელიც ხშირად სტუმრობდა პლასტიკურ ქირურგებს, იყო იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. ეტყობა ასეა, როცა შუბლის ძარღვს გაიწყვეტ, სახის კუნთები მალე ატროფირდება და სახის დაჭი მოგჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ასე დაემთხვა, რომ ეს მსხვერპლები ჩვენ ვართ. თან ამან შეყოლა იცის და რაღაც ეტაპზე იდეალურ ვიზუალს იღებ, რათა სადმე კრემლის გვერდით მაუზოლეუმში დაგაწვინა. თუ ეს სიმართლეა, ძალიან საინტერესო სურათი იხატება. ყურადღება, შეკითხვა. რა ქვია პერსონაჟს, რომელიც ცხოვრობს სასახლეში, დედაქალაქის თავზე, ფლობს დიდძალ ქონებას, რეგულარულად იტაცებს ახალგაზრდებს, უიშვიათესად ენახება მზეს და უნდა რომ გახდეს უკვდავ. პასუხი ეკრანზე. ვამპირულ ლეგენდებში არის ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი. ვამპირს არ შეუძლია სახლში დაუპატიჟებლად შესვლა. შენის თავად უნდა შემოიპატიჟო. მაგის შემდეგ მოდის და ეუფლება ყველაფერს, რაც გაგაჩნია. ზუსტად ისე როგორც ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ 2012 წელს შემოვიპატიჟეთ ბიძინა. მაგრამ ვამპირიზმის მთავარი საშინელება კბენა და სისხლისმა არა, ეს არის გარყვნა. ვამპირი არამხოლოდ კლავს, უფრო ხშირად ის თავის მსხვერპლსაც ამორალურ, გახრწნილ, თავისნაირ არსებად აქცევს და ბიძინას სისტემამ ზუსტად ეს გააკეთა. გარყვნას ამართალი სასამართლო გადაიქცა კლანის პირად სანოტარო ბიუროდ, სადაც კანონი კი არ სრულდება, არამედ ფორმდება. გარყვნა პოლიტიკა, შექმნა რეალობა, სადაც პროფესიონალიზმს და კომპეტენციას ფასი აღარ აქვს. მთავარია იყო ლოიალური. შეგიძლია იყო კორუმპირებული, მოძალადე, უვიცი, არაა პრობლემა. მთავარია, როცა საჭირო იქნება, სწორ ღილაკს დააჭირო ხელი. ეგრეთ წოდებულ პარლამენტს გულისხმობ, მაგრამ მეც მაქვს ერთი ღილაკი. მოუტყან დედის ტრაკი. ეს ღილაკი არის შვება რაღაცნაირად. ახლა კი მას დარჩა საბოლოო გასარყვნელი სამიზნე, საზოგადოება. ყველა უსამართლო განაჩენს მისი აზრით სჭირდება დუმილი და ამ დუმილით იწყება საზოგადოების გარყვნა.
ძალიან ხშირად შემხედრია გულდაწყვეტილი სტატუსები Facebook-ზე, სადაც ადამიანები ნიჭიერ სპორტსმენებზე, ხელოვანებზე, ან უბრალოდ თავიანთ ახლობლებზეც კი ვეღარ საუბრობენ ძველებური სიხარულით. ალბათ ამისი საუკეთესო მაგალითები ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ბექაური არიან. დღეს ადამიანებს შეიძლება ცოტათი შორეულადაც კი ეჩვენებოდეთ ის ემოციები და ბედნიერება, რომელსაც გრძნობდნენ მათი წარმატებების ფონზე. ზოგადად არ გქონია სიხარულისთვის ბევრი მიზეზი ბოლო წლების განმავლობაში. და ასეთი მომენტები იყო, რომლებსაც განსაკუთრებით უფრთხილდებოდით. მერე კი გამოფრინდა ბიძინა თავისი სასახლიდან, ჩაასო ქართულ სპორტს ეშვები და ვინც შეძლო გარყვნა. ვიღაცებს კი დღემდე ეჩალიჩა. ასე რომ ეს ბრძოლა მარადიულ სიცოცხლეზე, ღეროვან უჯრედებსა და ვუდუზე ბევრად მეტია. ეს არის მეტაფორა რეჟიმისა, რომელიც ცდილობს საკუთარი არსებობა გაიხანგრძლივოს ქვეყნის მომავლის ხარჯზე. ის იწოვს მის ენერგიას, მის იმედს, მის ახალგაზრდობას და ტოვებს გამოფიტულ, ცინიკურ გარემოს. ივანიშვილის მიერ ამ ეტაპისთვის ბოლო მოტაცებული ახალგაზრდა 21 წლის მათე დევიძია. აი ამ ბიჭს ივანიშვილი მურუსიძის სასამართლოში მიუსაჯეს 4 წელი და 6 თვე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გირგულიანის მკვლელებს, ასევე მურუსიძემ, ოღონდ წინა ხელისუფლების დროს 3 წელიწადი და 6 თვე მიუსაჯა. ამის მერე მე მართლა ვერ ხვდები, რანაირად შეიძლება ენა მოგიტრიალდეს და ისევ ქართული ოცნების მხარდამჭერად გამოაცხადო თავი. მაგრამ როგორც ვთქვით, ივანიშვილმა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ჩაასო ვამპირული კბილები და დაცალა მორალისგან. ახლა ცოტათი ქეთი და ლაშას ტერიტორიაზე უნდა შევიჭრა. აქ უნდა გითხრათ, რომ ფანტასტიკური გადაცემა აქვთ ჩვენს ამავე პლატფორმაზე ერთი წიგნი, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ. მოკლედ ერთი ლიტერატურული პარალელი მინდა მოვიყვანო. ამერიკელ მწერალს ურსულა ლე გვინს აქვს მოთხრობა სახელად ისინი, რომელნიც ომელას ტოვებენ. წარმოიდგინეთ ომელასი, ქალაქი, სადაც არ არსებობს დანაშაული, მწუხარება, შური ან ტანჯვა. ეს არის ზღაპრული ბედნიერების ქალაქი. მისი ქუჩები სავსეა მუსიკით, მისი მოქალაქეები არიან გონიერები, კულტურულები და გულმოწყალეები. აქ იმართება ზაფხულის ფესტივალი, სადაც ბავშვები ცხენებზე ამხედრებულები დაფნის გვირგვინებით დარბიან. ჰაერში ტრიალებს ტკბილი, ნამცხრების სურნელი და ყველგან ზეიმია. ომელაში არ არსებობს მეფე, არ არსებობს მონობა, არ არსებობს ბირჟა და არც ატომური ბომბი. ეს არის სრულყოფილი, утоპიური საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის სიცოცხლე არის უსაზღვროდ სასიამოვნო. მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი პირობა, ანუ ამ ბედნიერებას утоპიურს აქვს ერთადერთი პირობა. ომელასის ერთ-ერთი ულამაზესი შენობის სარდაფში, ჩაკეტილ უსარკმლო ოთახში ზის ერთი ბავშვი. ის შეიძლება იყოს ბიჭი ან გოგო, არავინ იცის. ბავშვი არის მიტოვებული და დაშინებული. დღეში ერთხელ აძლევენ ცოტაოდენ საჭმელს და წყალს, სუეგა. მას არავინ ელაპარაკება, არავინ ეფერება. მისი არსებობა არის უსასრულო წყვდიადი და ტანჯვა. და ომელასის ყველა მოქალაქე იცის ამის შესახებ. როდესაც ბავშვები გარკვეულ ასაკს მიაღწევენ, მათ უყვებიან ან პირადად ანახებენ ამ სარდაფს. ეს მათი ინიციაციაა, მათ უხსნიან, რომ მთელი ქალაქის ბედნიერება, მთელი მათი კეთილდღეობა, მათი შვილების ჯანმრთელობა და ქუჩების სიმშვიდე დამოკიდებულია ამ ერთი ბავშვის უბედურებაზე. თუ მას სარდაფიდან გამოიყვანენ, თუ მას ერთ კეთილ სიტყვას ეტყვიან, ომელასის მთელი სამოთხე იმავე წამს დაინგრევა და ქალაქს ქაოსი და მწუხარება მოიცავს. თავიდან ყველა შოკირებულია, ზოგი ტირის, ზოგი ბრაზობს, მაგრამ დროთა განმავლობაში უმრავლესობა პოულობს გზას, რომ ეს რეალობა გაამართლოს. ისინი საკუთარ თავს ეუბნებიან, რომ ერთი ბავშვის ტანჯვა ძალიან მცირე ფასია მილიონობით ადამიანის ბედნიერებისთვის. რომ ამ ბავშვს უკვე ვეღარაფერი უშველის. ის უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ თავისუფლებაში ბედნიერებას ვეღარ იპოვის. ისინი რაციონალიზაციას უკეთებენ ამ სისასტიკეს. თუმცა ომელასი მართლა კარიკატურულ утоპიაა აღწერილი. იმასთან შედარებით, რა რეალობაშიც გვაცხოვრებს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. საკმარისია თქვენ დღეს დაგაკმაყოფილოთ. ხვალაკ 5 თქვენზე მეტი ხალხი მოვა. მე გაჩვენებ ძალიან ბევრს, თქვენზე მეტი პრობლემები აქვს. მანდარი არქიპო. მოდიან და ეუბნებიან, ზუსტად ბიჭო რა სიგიჟია ის, რომ ჭაბუ ამირეჯიბმა ეს დაწერა ზუსტად რა. მოდიან ესენ და ეუბნებიან.
დაგვეხმარეთ, უდად ვართ რაღაც. და ის პასუხობს, რომ ეხა თქვენ ორ დაგეხმაროთო. ხვალო ორი იმდენი მოვაო. და ისინიც მთხოვენო დახმარებას და მე რა გავაკეთო. საკმარისია თქვენ დღეს დაგაკმაყოფილოთ. ხვალ აქ 5 თქვენზე მეტი ხალხი მოვა. მოკლედ ეს მოთხრობა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, თავდება იმით, რომ მიუხედავად იმ ყველაფრისა, მიუხედავად კეთილდღეობის უსასრულო ნაკადისა, არიან ომელაში ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დგებიან და ტოვებენ ქალაქს. არც არავის უხსნიან თავიანთ საქციელს, არც ცდილობენ სხვების აყოლებას, უბრალოდ დგებიან და მიდიან გაუგებრობაში. ურსულა ლეგუინს ჯეროდა, რომ ასეთ უტოპიაშიც კი, სადაც უსასრულოდ შეგიძლია შენი სინდისის ხმა ახალ-ახალი ფუფუნებით გააჩუმო, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ყველა გამართლების, რაციონალიზაციის და მე პოლიტიკაში არ ვერევი განცხადების შემდეგაც შინაგანად ვერ გაუძლებენ სადისტურ უსამართლობაში თანამონაწილეობას და ომელასიდან წავლენ. წავლენ, როგორც ალუდაქეთელაური მიდის პოემის დასასრულს. უსასრულო გაუგებრობაში, დაბნეულობაში შეიძლება გზაში ინანონ კიდეც, რომ კომფორტი მიატოვეს. თუმცა უკან დაბრუნებას აღარ ეცდებიან, რა კი იციან, რომ დიდი ხანი მაინც ვერ გაჩერდებიან. ამიტომაც თუ არის ვინმე ისეთი, ვინც ჯერაც ცდილობს საკუთარ თავს რაღაც ფორმულებით აუხსნას, რატომ უნდა იჯდეს ციხეში მათე, ზია ამაღლობელი, რატომ უნდა გააძევონ ქვეყნიდან თემურ ქათამაძე, რატომ უნდა ისჯებოდნენ სინდისის პატიმრები. მანამდე ალბათ არსებობს იმედი, რომ უბრალოდ მოსილდება, გაერიდება, გაემიჯნება, ან ყველაზე უკეთეს შეეწინააღმდეგება ამ ბოროტებას. არა იმიტომ, რომ ბექაყორშიას მოусმინა. არამედ იმიტომ, რომ საკუთარი სინდისის ხმა ვერ გადაფარა ვერც პოლიციელების სირენების ხმაურით და ვერც ქოცების მიერ დაფინანსებული კონცერტების კაკაფონიით, იმიტომ რომ ვეღარ გაუძლო მათე დევიძის ასეთ გამომშვიდობებას. ხშირ შეცდომას უშვებთ საზოგადოება, როცა გონია, რომ პოლიტიკა და დიდი თამაში ყოველთვის რაციონალური ქმედებებითაა განპირობებული. ეს კობახიძე გვიმტკიცებს, რომ ივანიშვილი ჭადრაკის გროსმაისტერი. სინამდვილეში კი შეიძლება პასიანსის გაშლაში უფრო პოულობდეს თავის თავს, ან რავი, აბა გამაფერადეში. სხვათა შორის ამ ეზოთერულ კონტექსტში საერთოდ არ გამოურიცხავ, რომ ეს გინებების წინააღმდეგ საჩივარი სხვა რამეს ემსახურება და ბიძინა სინამდვილეში წყევლის თავიდან არიდებას ცდილობს. წყევლას გააჩნიათ ერთ-ერთი ადამიანმა, რატომ უნდა დაწყევლოს მეორე ადამიანი. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი ნამდვილი. 2020 წელს რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში, იაკუტიაში, მცხოვრები შამანი ალექსანდრ გაბიშევი ფეხით წამოვიდა მოსკოვში, რომ ჩაეტარებინა რიტუალი პუტინის განდევნის მიზნით. აი, ხო ვითომ არაფერი, ბირთვული ძალაუფლების მქონე დიქტატორს რა უნდა დაგიშავოს შამანმა, ხო? მაგრამ არა, გაბიშევი გზაშივე დააკავეს экстремизмის ბრალდებით. Это изгнать Путина надо, и все. Для меня это только задача. Все наладится? А? И все наладится? И все наладится. გამოშვების მერე შამანმა ისევ გააგრძელა თავისი გზა, ისევ რამდენჯერმე დააკავეს და დღემდე ფსიქიატრიულ კლინიკაში ყავთ გამოკეტილი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ავტორიტარიზმი ასე მუშაობს. ავტორიტარის პარანოია მთელ სახელმწიფოზე ვრცელდება ვირუსივით. ბიზნესი შეიძლება საკუთარ ჯანმრთელობაზე ან ფინანსებზე მკითხაობდეს, მაგრამ ამით მთელ პოლიტიკურ სისტემასაც მკითხაობის მდგომარეობაში ათავსებს. როდესაც საზოგადოებაში ქაოსი და გაურკვევლობა სუფევს, ადამიანის გონება ბუნებრივად უბრუნდება უძველეს მექანიზმებს, გადარჩენის ინსტინქტებს. სწორედ ამ დროს იჩენს თავს მკითხაობის, წინასწარმეტყველების მოთხოვნილება. კაცობრიობის ისტორიაში მკითხაობა მუდამ ერთ ფუნქციას ასრულებდა. გაეზარდა შენი გადარჩენის შანსები, გაეგო როგორ გადადგა შემდეგი ნაბიჯი, როდესაც მომავალი ბუნდოვანი იყო. ავიღოთ თუნდაც დელფოს ორაკული. პითია, აპოლონის ქურუმი, გარკვეული მცენარეების ორთქლის ზემოქმედების ქვეშ დაშიფრულ მესიჯებს წარმოთქვამდა, რომელთა განმარტებაც ქურუმებს ევალებოდათ. აი ჩინეთში კი მკითხაობისთვის კუს ბაქანს წვავდნენ. ბაკანზე გაჩენილი ბზარების ფორმების მიხედვით ცდილობდნენ მომავლის ამოცნობას. ყავის ფინჯანში დარჩენილი ნალექის ფორმების ახსნაც იგივე პრინციპზეა დაფუძნებული, ხო? შემთხვევით დალექილი ნაწილაკების ამოცნობის მცდელობა. ანუ ყველა ტრადიციაში არის ეს ორი ელემენტი. ცოტა მენტალურ ბურუში მყოფი მკითხავი და რამე ობიექტი, რომელსაც მოულოდნელი
შემთხვევითი შედეგის მოცემა შეუძლია. მაგრამ ალბათ ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, რომ ვინმეს ბანკოს ან კამათლების მაგივრად უშუალოდ პოლიტიკაზე ემკითხავა. ჩვენ კი იმდენად აგვერია რაციონალურ მოლოდინებზე დაფუძნებული სისტემა, რომ სწორედ ეს გვიწევს. ჩვენ ხალხი მკითხაობთ, რომელ მორიგ უბედურებას გამოაგორებენ ქოცები. ქოცები მკითხაობენ, მოხვდებიან თუ არა სანქციებში. რუსები მკითხაობენ, სად მოფრინდება უკრაინული დრონი. თეთრ სახლში მკითხაობენ, რა ხასიათზე გაიღვიძებს ტრამპი და ასე შემდეგ. პატარა დოზებით არაფერი უშავს, მაგრამ როცა ეს პროცესი ჩვევაში გადადის, ძალიან დიდი საფრთხეა, რომ მთლიანად რეალობა ჩაანაცვლოს. ჩვენ ყველანი უნებურად მკითხავები გავხდით. შევიმუშავეთ ახალი ეზოთერული მეცნიერება, ქოცოლოგია. ეს ასტროლოგიას გავს, ოღონდ ვარსკვლავების ნაცვლად მართველი პარტიის ლიდერების განწყობას აკვირდები. და აი აქ მივდივართ მთავარ საკითხამდე. დემოკრატია თავისი არსით არის პოლიტიკური მკითხაობის საპირისპირო მდგომარეობა. ის არის პროგნოზირებადობის სისტემა. დემოკრატიულ ქვეყანაში შენ არ გჭირდება კუს ბაკანზე ან კობახიძის სახის გამომეტყველებაზე მკითხაობა იმის გასაგებად, თუ რა მოხდება. და არც იმაზე მარჩიელობა მოსამართლე ჯარიმას დაგიწერს თუ ციხეში გაგზავნის. დემოკრატიაში იცი წესები. როცა წესები ირღვევა, იცი სასჯელი. ხოლო ავტოკრატიაში უნდა გამოიცნო, ვის წინაშე შეიძლება დაარღვიო წესი და ვის წინაშე შეიძლება გაგივიდეს. ასევე ცხადზე ცხადია, რომ ივანიშვილი დიდ გეოპოლიტიკურ პროცესში ჭადრაკს თავად არ თამაშობს. ის უბრალოდ იმეორებს კრემლის მოჭადრაკეების სვლებს. ხანდახან წინასწარაც ცდილობს გამოცნობას, რომ ზედმეტად არ შეეტყოს ასეთი, არ ვიცი რა დავარქვა, თუთიყუშური პაროდია. სხვა შორის ადრე თუთიყუშზე გამახსენდა. ადრე თბილისში ხშირად შეხვდებოდით ბოშაქალებს, რომლებსაც ყავდათ თუთიყუშები. ამ თუთიყუშებს სხვა შორის ძალიან ხშირად ერქვათ ბორია. ხო და ეს ბოშაქალები რაღაც საფასურის სანაცვლოდ თუთიყუშებს თქვენს ბედზე ამკითხავებდნენ. ძალიან რომ არ გავაგრძელო, ეს არის იდეალური საქართველოს კრემლის თვალში. წინასწარ გაწერილი სცენარების დასტა, რომლებზეც აწერია. რუსული კანონი, ოფშორები, რა ვიცი, deep state-ი. ზე შემოსვამენ თუთიყუშ ოლიგარქს, ეტყვია ბორია გადაი, ბორია იმკითხავე და ისიც ამოაძრობს შემთხვევით სცენარს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა განსაზღვროს. ხო და მკითხაობა რომ ცოდვაა, ხომ ვიცით ყველა. ამიტომაც ფუი ეშმაკს და მის ყველა მსახურს.